26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სომხეთში იმყოფებოდა. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მარკო რუბიოს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დახვდა, რომელთანაც რამდენიმე საათიანი საუბარი დასრულდა ორ სახელმწიფოს შორის ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმებით. ერევანსა და ვაშინგტონს შორის ხელი მოეწერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი წიაღისეულის შესახებ ჩარჩო შეთანხმებებს, რითაც ახალ ეტაპზე გადავიდა ხელშეკრულება სახელწოდებით ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. სატრანზიტო დერეფანი, რომელიც მოიცავს აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომიური რეგიონის კავშირს ქვეყნის ძირითად ტერიტორიამდე, სომხეთის გავლით. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯია და წარმოადგენს მშვიდობისკენ მიმავალ გზას სომხეთისა და რეგიონისთვის. ეს არის შესაძლებლობა დავსახოთ სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობა ამერიკასა და სომხეთს შორის და შევქმნათ პარტნიორობისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ახალი გზა, როგორც სომეხი ერისთვის, ისე ამერიკელებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, საფუძველს ვუყრით იმგვარ ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც საშუალებას მისცემს სომეხ ხალხს გამოიმუშაოს ფული და ჰქონდეს კეთილდღეობა ისევე როგორც ამერიკელებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლეს წარმომადგენლებს შორის მარკო რუბიო მეორეა, ვინც სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მიმდინარე წლის თებერვალში ერევანში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სამხედრო-პასიური ტურნეს ფარგლებში, რადგანაც ის ბაქოსაც ეწვია. თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ დადებითად შეაფასა სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის დალისხმობა ქვეყნის დასავლურ ცივილიზაციასთან დაახლოების გზაზე, ასევე რეგიონში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, რადგან მისი მმართველობის პირობებში ერევანსა და ბაქოს შორის საბოლოოდ დაისადგურა მშვიდობა მრავალწლიანი სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტის შემდეგ.